ხوار შეაშინეს აქ სოციალურს არ მოგცემთო? გამგებელმა ხო არ დაიარა აქ ვინმე ხო არ შეაშინა? დიახ, ესეთი ხელმოწერებია, გამს აქ არანაირი ფასი. ის რაც შენ გასაზრდოებს, რითაც შენ ცხოვრობ და ჟანგბადი გაქვს, წყალი გაქვს და ამას რო ხელშეუშლი და ძირს გამოაცლი, აბა რანაირი ქართველი ხარ და რანაირი ამ სოფლის ვთქვათ მაცხოვრებელი და მოყვარული ხარ. ორფენიან ასფალტზე მაქვს საუბარი, ამ ხეობაში ერთფენიანი ასფალტი არ იმუშავებს, გვინდა საჭიროა ცენტრალურ გზაზე ორფენიანი ასფალტი და შესაბამისად თანადაფინანსებაში შევდივართ კერძო კომპანიასთან. სათქმელი რაც ქონდა და რითიც მოვიდნენ იყო გზას დავაგებთ ხიდს ავაშენებთ ვიღაცას ჭიშკაში შესასვლელს გაუწყინდავთ რაც არ არის კომპანიის ვალდებულება ხო რაც არ არის კომპანიისა კომპანიამ უნდა აშენოს ჰესი და ხალხს უნდა უთხრას რომ ეს ჰესი არავითარ საფრთხეს არ წარმოშობს მოდის და იმის ნაცვლად რომ ამაზე ლაპარაკობს იმაზე რომ გააკეთებს რაღაცას რაც სახელმწიფოს ვალდებულება კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ვარ თამაზ მოსაშვილი. შენ მეგობარს მიხედე მეტი, ხო არის შენი მეგობარი? მიხედე შენ აჟიტირებულ მეგობარს. რას ქვია ნუ მოგმართო, შენ მომართე რომ ჩემი მეგობარი არისო და გეოსაუბრები ისე როგორც ესაუბრები მეტი, იმიტომ რომ არავინ არ არის აჟიტირებული. აჟიტირებულია თქო, მე გეუბნები ჩემ მოსაზრებას და ეხლა დააწყნა რომ შენი მეგობარი. გამოიყვანი, ეხლა ჩოვაწიბიზე. სურველი ორი ჰესის მშენებლობა ექსპლუატაციის ყოფილი ანგარიში საჯარო გახურვა. აღნიშნული ჰესი წარმოადგენს ანალოგიური ტიპის ჰესს, რომელიც საშუალო შემთხვევაში იხილეთ. როგორც თამთა მოგახსენათ, განიხილებოდა რამდენიმე ალტერნატივა, ორი ალტერნატივა. ერთი გულისხმობდა ორი ჰესის მშენებლობას, რომელმაც მოსახლეობა როგორც მე ვიცი შეიყვანა შეცდომაში და მეორე ალტერნატივა, რომელიც მიღებული ალტერნატივა და რომელზედაც ახლა გესაუბრებით, ეს არის ერთი ჰესის მშენებლობა, ესე იგი ერთი სათავე ნაგებობა და ერთი საგენერატორო ნაგებობა. პირველ შემთხვევაში იყო დაახლოებით 11 კილომეტრიანი მონაკვეთის ათვისება გეგმაში, თუმცა დაწუნებული იქნა ეს პროექტი და მეორე შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 7 კილომეტრიანი მონაკვეთის ათვისება. მდინარე ეს თვითონ მდინარე არის ამ ხეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ სურებში რაც არის ეფექტური, ყველაფერი ამ ხეობის წყალობით არის რა. ხეობას ამშვენებს მდინარე და ზოგადად მდინარე კვებავს ბუნებას ყველანაირად და ის ეკოსისტემა რაც აუცილებელია ბუნებაში, რაც გვჭირდება ბუნებაში, სწორედ მდინარე უზრუნველყოფს ამას და გასაგებია რომ რაღაცა თქვათ არის საჭირო განვითარებისთვის რაღაცა საკუთრებას ხო შეიძლება განვითარება წავიყვანოთ ისე რომ ბუნებას არ შევეხოთ ისე რომ მე ჩვენ მან დაგვაზარალოს და უფრო მეტი უკუჩვენება მოგცეს რასაც ველოდებით თქვათ აი თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰესი და რა მგონია ახლა თვითონ მდინარე თქვენ ახლა ნახავთ ცოტა ხანში საერთოდ ძალიან პატარაა ზაფხულობით პატარავდება არ არის იმ დონეზეც კი არ არის რომ თქვათ ფეხით გადახვალ და გადმოხვალ მეორე ნაპირზე და აბა ეხლა ხეს ხო ჭირდება წყალი არა და დაგუბება ხო გვეუბნებიან არ დაგუბდება როგორ არ დაგუბდება როგორ 15 გიგაბიტიანი ჰესი შენდება და იქ შეგუბება არ მოხდება ახლა ასეთი რაღაცა ზღაპრების პატარებსაც აღარ შეერავთ უკვე და ცოტა უნდა გავიაზროთ იმისთვის რომ თვითონ ეს დასავლეთი არის ძალიან ნესტიანი. ჯერ ნესტი დაიპყროს ყოველთვის, ახლა უარყოფითი იქნება ბევრი. რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება რაღაცაში იყოს დადებითი, თქვათ ერთ კონკრეტულ რაღაცაში, თქვათ, მაგრამ უარყოფითი რომ ბევრს მოგცემს, იქ რაღაცა თავი შეკავება აუცილებელი. თვითონ მდინარეს ძალა აქვს გამოცდილებული, იმიტომ რომ კარიერები აქვს თხრეში იღება და თვითონ მდინარეს აღარ აქვს თავისი ძალა აღარ აქვს. მე არ ვიცი.
ჩემი აზრი ყოველ შემთხვევაში ეს არის, რომ რაღაცნაირად გაუფრთხილდეთ უნდა იმ ბუნებას, რომელიც შენ გასაზრდოებს. ეგ არის. უარყოფითიც ეგ არის ყველაზე დიდი, რომ ის რაც შენ კვებავს, ის არ უნდა მუშაალო რა და ის არ უნდა დაანგრიო. მე არ ვარ განვითარების წინააღმდეგი და მე არ ვარ რაღაცეების წინააღმდეგი. პირიქით, მინდა რომ განვითარდეს ყველაფერი და მე მასწავლებელი ვარ და 3 ბავშვია სკოლაში შემოსასვლელი. ფაქტობრივად სოფელი დაცლილია. აბა ახლა რო რამე მოხდეს, თქვა, არავინ არ ველოდებოდით, არც თქვა მილებში გამოატარეს ვერესყარი, ხო? რა მოხდა, ხო, კარგად იცით. დიახ. შოუში რა მოხდა ხო კარგად ვიცით. არავინ არაფერს არ პროგნოზირებს, არავინ არაფერზე. აი ველოდებოდით ასეთ ზამთარს გურიაში? არ ველოდებოდით, ხო? არ ვიცით ჩვენ ბუნება რას გვიქადის და მოდით რა ნუ შეუშლით ხელს ბუნებას. ნუ შევებრძოლებით, აი ეგ არის ჩემი აზრი, თორე მე განვითარების წინააღმდეგი ნამდვილად არა. ფესი გჭირდება, ენერგოდამოუკიდებლობა გჭირდება, მაგრამ არის სხვა მიმართულებები, რითაც შეიძლება ეს ყველაფერი შეივსოს. მთავარი ინსტრუმენტი არის აი ეს მტკივნეული წერტილი, რაც არის გზა, უგზოობა, სოფელს აწუხებს უგზოობა. განსაკუთრებით ეს აღსანიშნავი იყო 2025 წელს, როდესაც დიდთოვლობა იყო და ამ ხეობაში ვერ შეძლო ვერაფერმა შემოსვლა. ხო, ანუ ეს საკითხი ძალიან მწვავეა და ამ საკითხი ხდება ხოლმე манипулირება და ეუბნება, გინდათ გზა? მაშინ დაგთანხმდით რომ გავაკეთოთ ჰესი და ხალხი უკვე რეალურად აღარ სვამს კითხვებს, ეს ჰესი რას წარმოადგენს, როგორი იქნება, უბრალოდ მათ ეუბნებიან რომ სამაგიეროდ გზა გექნებათ. თუ მე კიდე თქვა ეუბნებიან თქვენ თუ ფონდს შექმნით და ფონდი შეიქმნება, ჩვენ კიდე რამატებით რაღაცა ფულს ჩაგირიცხავთ და ეს ფულის ჩარიცხვის მომენტი, სადაც გეუბნებიან რომ აი ფონდი იქნებით თქვენი თანამონაწილეობით მოხდება ეს აი ამ ილუზიის შექმნა რომ რაღაცნაირად ამ ფულთან წვდომა მათაც ექნებათ. მოწყოთ ფენებში, რა თქმა უნდა, მის ილუზიას, რომ კი, მათ უნდათ ეს და არც კი აინტერესებთ, ხა რეალურად აი ამაში უფრო იყვნენ გარჩევაში, აი ვინ გაჩუმდება, ვინ არის მოწინააღმდეგე, უფრო კინკლაობაში უფრო იყვნენ, ვიდრე უშუალოდ არც კი მოусმენიათ, არც კი დაუსვამთ კითხვები, რა სიკეთეს მოუტანს, რა რისკები აქვს ამ ხესყოში. შეიძლება მომხრე იყო, უფრო მომხრე იყო, მაგრამ მაინც კონდეს რაღაცა ეჭვები, ხო, არავის ეჭვი აღარ გამოუხატოს, იმიტომ რომ აი იმდენად მოლოდინი არის, იმდენად უნდათ რომ გზა, იმდენად უნდათ რომ რაღაცა ფინანსურად რაღაცა გამორჩენა ნახონ ამის იმედი აქვს. ასევე აღსანიშნავია რომ ბევრი აქ დამსწრე ადამიანი, რომელიც აქტიურად იძახის რომ არის მომხრე ამ პროექტის, წარმოადგენს სოციალურ დაუცველ ფენას, მასწავლებლებს, ან იმ ადამიანებს, რომლებიც ან სოციალურ შემწეობაზე არიან, ან სოციალურ სამსახურებზე არიან დასაქმებულები და ყველას აქვს, რა თქმა უნდა, შიში რისკი, ნაწილობრივ შეიძლება იმედი რომ თუ განხორციელდეს პროექტი, შეიძლება მათაც მოუჭეთ დასაქმება, იმის გააზრებაც რომ რეალურად გზა მათ ეკუთვნით და სახელმწიფოს უნდა მოთხოვონ, მერს უნდა მოთხოვონ, ხო? ადვილად ყლაპავენ იმას, რომ მერი იძახის, რომ აი თუ ჰესი ფულს ჩაგვირიცხავს, როგორც კი ჰესის პროექტი განხორციელდება, მაშინვე ჩვენ გზის ნაწილს გავაკეთებთ, თუმცა მანამდე რატო არ შეიძლება და ეს ჰესი რო არ განხორციელდეს, რა ეს ხეობა საერთოდ აწდამარდის უკუნისგანვე უნდა იყოს გზის გარეშე. აი ასეთი მიტოვებულობის განცდა ძალიან თვალსაჩინო არის. მაგრამ არის ბევრი ადამიანი რომელსაც ჭირდება რაღაც პატარა გზა, რაღაც ეს საშუალებები რომელსაც დავიწყეთ ჩვენ აუცილებლად მეგობრული თანამშრომლობით და კარგი დამოკიდებულებით საფუძველზე ამ მიმართულებითაც მზად ვარ. გზა რომელიც ჩოხატაურიდან უნდა დაუკავშირდეს ეს მუდმივად უნდა იყოს გაწმენდილი, მუდმივად უნდა იყოს მოვილი. ეს ბენეფიტიც არის. ვიღაცებს შეიძლება გეღიმებათ, მაგრამ ეს ასე იქნება. ადგილობრივ ბიუჯეტში ჰესის ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდგომ ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით ყოველწლიურად შენატანი ფონების გადასახადის სახით იქნება 800,000 ლარამდე. თქვენ თუ წინა წლებში გადახედავთ პოზიციებს, არასდროს ხელისუფლება არ ყოფილა კომპანიების გვერდში. შესაბამისად დღეს გვაქვს ყავს უბრალოდ ისეთი კომპანია წარმოდგენილი, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელსაც აქვს პრაქტიკა და არა სხვა ქალაქში და სხვა რეგიონში. ჩვენ ჩოხატაურში 4 წლის განმავლობაში ხიდისთავში გაკეთებულია დაახლოებით 4 მილიონის საგზაო თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა სოფელში. ჩვენ სულებისთვის გვაქვს დაგეგმილი ესე რომ
მემორანდუმი გავაფორმოთ სურების ხეობასთან და გავყოთ ის 50% და პირდაპირ მივმართოთ სურების ინფრასტრუქტურას. როგორ დაორგანიზდა ეს ყველაფერი და ეს სახელმწიფოს მობილიზება, პოლიციის მობილიზება, კომპანიის თანამშრომლების მობილიზება, ხო? რაც გაურკვეველი ადამიანების მობილიზება, რომლებიც არ აძლევდნენ შესაძლებლობას სოფელს, რომ ის თავისი წინააღმდეგობა გამოეხატა რა. ეს ფორმა არ არის იმ ურთიერთობის ფორმა, რომელიც კეთილის მსურველს უნდა ხეობისთვის. მეორე, რაზე მიდიოდა აქ ლაპარაკი? თუ მოусმენდა ადამიანი განხილვას, აქ ჩვენ ვნახავდით ძალიან მარტივ რაღაცას, რომ კითხვები, რომელიც დაისვა ჰესის სარგებლიანობასთან დაკავშირებით, ხო? საქმიანი კითხვები. ამაზე ფაქტობრივად ძირითად ნაწილზე სახელმწიფო მოპასუხა, ჩვენ ამაზე პასუხი არ აგვაქვს, ეხლა სკოპინგის ეტაპია, განხილვა მიმდინარეობს, პასუხი ჯერჯერობით არ არის მზად, ცოტა ხანში გიპასუხებთ, მომდევნო ეტაპზე ნახავთ. სამაგიეროდ სათქმელი რაც ქონდა და რითიც მოვიდნენ, იყო გზას დავაგებთ, ხიდს ავაშენებთ, ვიღაცას ჭიშკარში შესასვლელს გაუწყინდავთ, რაც არ არის კომპანიის ვალდებულება, ხო? რაც არ არის კომპანიისა, კომპანიამ უნდა აშენოს ჰესი და ხალხს უნდა უთხრას, რომ ეს ჰესი არავითარ საფრთხეს არ წარმოშობს. მოდის და იმის ნაცვლად რომ ამაზე ლაპარაკობს იმაზე, რომ გააკეთებს რაღაცას, რაც სახელმწიფოს ვალდებულება. მუნიციპალიტეტის მერი გამოვიდა და ლაპარაკობდა იმაზე, კომპანია როგორ აშენებს ხიდებს. ანუ ეს არის მისი აბა ისთვის მოგცეს ხმა. თუ კომპანიაა, მაშინ კომპანიას მივცეთ ხმა, ხო? კომპანიას გადავაბაროთ ეს ქვეყანა და ხა ზოგი ერთი ხეობა ერთი კომპანიის იყოს, მეორე ხეობა მეორე კომპანიის, რაღაცა ქალაქი ტყიბული ერთს მივცეთ, ჭიათურა მეორეს, სურები მესამეს. ჩვენ თუ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ვირჩევთ ამ ქვეყნის უნდა ვირჩევდეთ უბრალოდ პასუხისმგებლია მოხელეებს, რომლებიც ჩვენ დავალებას შეასრულებენ იმას, რასაც ჩვენ გადავუწყვეტ. და დღეს გვაქვს სახელმწიფო, რომელიც დანაწილებულია პატარ-პატარა ნაწილებად სხვადასხვა კომპანიების სასარგებლოდ. იმის მიხედვით, რის შეიძლება აქვს ამ კომპანიას. ალბათ, ყველა ვიცით ნამახვანთან დაკავშირებით რა ხდებოდა და ამ შემთხვევაშიც საზოგადოებისთვის და არა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახელმწიფოს მხრიდან რა ვალდებულებები არის აღებული ინვესტორის მისამართით, ასევე რა ტარიფად არის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმებული და ძალიან საინტერესოა ეს რიტორიკული კითხვის სახით, იმიტომ რომ აქ საუბრობენ 100,000 ლარზე, მილიონზე და რაღაცებზე, რომელიც ხოთა შორის იქ არ წერია, სკოპინგისგან გარშე არაფერი მსგავსი, რომ ვიცოდეთ მაგალითად აი ეს 90 მილიონი კილოვატ-საათზე როცა არის საუბარი წლიურ ჭრილში, მაგალითად ინვესტორი რა შემოსავალს მიიღებს ყოველწლიურად ჩვენგან გადასახადების გადამხდელებისგან, იმიტომ რომ ეს ჩვენ უნდა ვიყიდოთ ეს დენი. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ პროექტს, ძალიან ჩემი აზრით ძალიან დაუსაბუთებელი პროექტია. პირველი არ არის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი წარმოდგენილი, რომელიც დაასაბუთებდა ამ პროექტის საჭიროებას ენერგეტიკულადაც, ეკონომიკურადაც, სოციალურადაც, გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც და კულტურული თვალსაზრისითაც. არ არის წარმოდგენილი საერთოდ ამის დასაბუთება. საუბარი იმაზე, რომ ქონების გადასახადის სახით გადაიხდიან ბიუჯეტში 800,000 ლარს, ეს არ არის საპირწონე იმ ზიანისა, რასაც ეს ჰიდროელექტროსადგური მოიტანს. არ არის შეფასებული ალტერნატივები, მაგალითად, იქნებ პროექტის არ განხორციელება სჯობს და იმ ზიანის თავიდან აცილება, რაც ამ პროექტის არ განხორციელებას მოყვება, პროექტის განხორციელებისას მოსულ დანაკარგებს. მაგალითად, ამავე სკოპინგის ანგარიში წერია, რომ აი ამ ხელა მდინარეში უნდა დარჩეს მხოლოდ მე-13 კუბური მეტრი წამში, ანუ 360 ლიტრი წამში, რომ წარმოიდგინოთ ეს რაოდენობაზე არის საუბარი, ხო? ამ წყალს თუ დატოვებენ მდინარეში, აი იმ 8-9 კილომეტრიან კალაპოტში, სადაც ხდება წყლის აღება და შემდგომ გადაგდება ელექტროენერგიის საწარმოებლად, პრაქტიკულად აი ამ 9 კილომეტრიან, 8-9 კილომეტრიან მონაკვეთში მდინარე აღარ იარსებებს. იმიტომ რომ ის წყალი, ეს რაოდენობა, რის დატოვებასაც აპირებენ, ის უბრალოდ ქვებში დაიკარგება. ისეთი ცოტა არის. რა თევზებზე, რა წითელი ნუსხის სახეობის გადარჩენაზეა საუბარი, ხო? ასევე დანაწევრებული აქვს ეს პროექტი. წარმოიდგინეთ, ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშია, რომელიც არ მოიცავს გადამცემ ხაზს. ახლა როგორ წარმოუდგენიათ ახლა, რომ
ჰესი აშენდეს გადამცემი ხაზის გარეშე, ხო? იმის მაგივრად რომ ეს ერთი პაკეტი, ერთი პროექტია, ეს იგივეა რომ მანქანა შეიძინოთ, რავი, საბურავების და ძრავის გარეშე. და თქვათ რომ მე მანქანა შევიძინე და ძრავს მე ვიყიდი. აი ანალოგიურია. თუ არ იქნება გადამცემი ხაზი, დენს ფიზიკურად ვერსად ვერ წაიღებს. და აქ დააყევეს ეს პროექტი და ცალკე ჰესის ზემოგვეცითო ნებართვაო და მე შემოვიტანთ ცალკე გადამცემ ხაზზე. რატომ არის ეს პრობლემა? იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობთ ჰესის ზემოქმედებაზე, ეს ზემოქმედება უნდა განხილული იყოს ერთობლიობაში. ის 8 კილომეტრი იქნება სიგრძით ის გადამცემი ხაზი და 8 კილომეტრიანი გადამცემი ხაზი ნიშნავს კიდევ რაღაც გარკვეული მეტრებით კორიდორში კიდევ გაჩეხილ ხეთხეს. მიხვდით? ამიტომაც არის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ვიზზე გაივლის, რა ნაკვეთებზე გაივლის, ვის ნაკვეთებზე გაივლის, როგორ მოხდება ის ანაზღაურება. უამრავი პრობლემა არის. ალტერნატივები არა ელემენტარულად შეფასებული. მაგალითად, რატომ არის სასარგებლო ეს ჰიდროელექტროსადგური და რატო აი ამ ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგურებზე ქმნის ენერგოუსაფრთხოების პრობლემასო, ამას გვეუბნება მე კი არ ვამბობ. თვითონ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც მარტში გამოაქვეყნა ადეკვატურობის შეფასების ანგარიშს და საუბარია ზუსტად ამაზე. აი ამაზეა საუბარი, რატომ უნდა უხადოთ ვიღაცას ფული იმ დროს, როდესაც ჩვენ ისედაც ჭარბად გვაქვს წყალი მდინარეებში და შესაბამისად ჰესებში და რატომ უნდა უხადოთ 6.5 ცენტი? ცოტა არის 6.5 ცენტი 1 კილოვატ-საათზე ადგილზე, რომელიც მე სისტემაში შორშევა კიდევ დაემატება მთელი რიგი ტარიფები და გამოიწვევს საბოლოო ჯამში ტარიფების ზრდას. აი გაუგებარია უბრალოდ. რადგან ეს საკითხები აქ არ არის შეფასებული და რადგან გადამცემი ხაზიც კი არ არის ნაწილი ამ პროექტის, მიმაჩნია რომ სკოპინგის ანგარიშზე საერთოდ არ უნდა გაიცეს, ასე ვთქვათ, დადებითი გადაწყვეტილება. ხომ გვინდა ერთი გესი არ გავაკეთოთ? გვინდა ერთი გავაკეთოთ და სურემ სჭირდება აუცილებლად ერთი. აბა ორი არა, ერთი და ნაღდი. კარგით, მადლობას გიხდით მომზადებისთვის.